76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ მსჯელობა ამ წუთებში უნდა დაიწყოს. პროკურატურა ხუთივე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალი გარდაცვლილის 19 წლის შვილს და მასთან ერთად კიდევ 4 პირს ედება. სამს განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობისთვის, ორს კი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის. მოკლული ქალბატონი 2016 წლის 19 ოქტომბრიდან იძებნებოდა. მარიამ ქურდიანი იმყოფება ახლა საქალაქო სასამართლოსთან. მარიამ, დაიწყო თუ არა პროცესი და რას აცხადებენ დაკავებულთა ადვოკატები? თამუნა პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა. ჩვენ ველოდებით საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებას, თუმცა სხდომა ჩვენთვის არის დახურული, ვინაიდან ხუთიდან ერთ-ერთი ბრალდებული არის არასრულწლოვანი. ამიტომ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პროცესი მედიისათვის და საზოგადოებისათვის ყოფილიყო დახურული. ჩვენ ვესაუბრეთ პროკურორს და ადვოკატს პროცესზე შესვლამდე. პროკურატურა აცხადებს, რომ აქვს საკმარისი მტკიცებულებები. ეს არის როგორც ნივთიერი მტკიცებულებები, მოწმეების მტკიცებულებები, ასევე ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომ დანაშაული სწორედ ამ ხუთმა ბრალდებულმა ჩაიდინა. სამს მათგან ედება ბრალი განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, რომლიდანაც ერთ-ერთი არის 76 წლის მოკლულის ქალიშვილი 19 წლის გოგონა. ერთ-ერთს, რომელსაც ედება ასევე ბრალად განზრახ მკვლელობა არის არასრულწლოვანი, რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათ პროკურატურა გამოძიება ედავება დანაშაულის შეუტყობინებლობას. ჩვენ ასევე გავესაუბრეთ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატს. ის აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს არ მიუღია მონაწილეობა შეფასებულად რიტუალურ მკვლელობაში და ის აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უნდა გადავისუფლდეს 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. ჩვენ შეგვიძლია ეხლა მოვისმინოთ კომენტარები პირდაპირ ეთერში. არც ერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი და მან ამ დანაშაულის შესახებ, რომლის შეუტყობინებლობაშიც ბრალი ედება, გაიგო მას შემდეგ, რაც ბრალდებულის სახით მიიყვანეს განყოფილებაში და უთხრეს თუ რა დანაშაულზე იყო საუბარი. საქმეში ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ არის საკმაოდ ინფორმაციათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ ესენი არის მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ არის ფარული მიყურადების შედეგად ჩაწერილი ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს კონტროლის ქვეშ განხორციელდა და სასამართლოს ცნო კანონიერად. ეს არის პირადი მოტივი, კერძოდ ბრალდებულსა და მისი ოჯახის წევრს, რომელიც გარდაცვლილი არის, რომელიც დანაშაულის შედეგად მოკლეს. პროკურატურის განცხადებით საქმე არის საკმაოდ მოცულობითი. სახელმწიფო ბრალდება ხუთივე დაკავებულის მიმართ, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვს პატიმრობის გამოყენებას. დაცვის მხარე კი ხუთივე ბრალდებულისათვის ითხოვს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ვინაიდან ისინი აცხადებენ, რომ საქმეში პროკურატურას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები. ჩვენ ვრჩებით საქალაქო სასამართლოში. პროცესი ისევ არ დაწყებულა და ჩვენ ველოდებით მოსამართლე ვეფხიალომიძეს, რომელმაც საკმაოდ მოცულობით საქმეზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. გათავისუფლებს თუ არა გირაოს სანაცვლოდ ხუთივე ბრალდებულს, თუ მათ შეეფარდებათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მარიამ, დიდი მადლობა. მომდის პირდაპირ ეთერში მარიამ ქურდიანი საუბრობდა.